ნაპოლიდან მაინც მიმდინარეობს ამისი პოპულარიზაცია. Друзья, добрый вечер. იგონებენ ლეგენდებს ებრძოლიან. Будем кровь ощущать. შეიძლება რომ აფრიკის რომელიღაცა არა ავსტრალიის რომელიღაცა აბორიგენის შესახებ აბორიგენული ტომის შესახებ ისეთი პოპულისტური გადაცემა ვნახოთ ან რაღაც წავიკითხოთ სტატია რომელიც არც ახერხებით დაიწყო და ჩვენ ვაფასურებთ ვერ ვხვდები რატო როც ვფიქრობ რომ იმდენად აგვიყოლია მხოლოდ უღალაშა ტაში და ასე შეხედა რაღაცებს და კიევი რო იბლოკდება ისრაელი ჩვენი სადარგებელია სამწუხაროდ და იგივე კიევიც და იგივე ირანიც და ყველაფერი ჩვენი საფიქრალე ყოფილა და არის ამ დროს ვენესუელა კი ბატონო და სირია და ნეპალი და ჩვენ რადევაშოვი ჩვენი საკუთარი რატომ არის სადღაც უჯრაში ეს გამომება უჯრაში შენახული მე მაგალითად ვერ აკეთებ უყურებ ძალიან მეყვარს აქ ისტორია ესეთ ისტორიული ისტორია რომელზეც ზებელები ალექსანდრე მაკედონელის ნეფერტიტის კლეოპატრას რაღაცა რიჩარდ ლონგულის ისტორიები და ნაპოლეონის რამდენი ფავორიტი ყავდა და რა გააკეთა რომ მოტუზზე ამაში თანხებს იხდიან ეს ქვეყნები რომ ამ არხზე ყოველთვის საფიში მოხდეს გადაიღონ და რასაც ჩვენ ზებიდან ვსაუბრობთ ის გადავიდეს ფიგებზე ხა დავიჯერე საქართველოს კი ნამდვილად არა ვარ ისეთი დიდრები რომ ეს ფუფუნება არის აუცილებელი ეს არის არა მაგრამ ეს ვარ საერთაშორისო მასშტაბი მაგალითად ხადვალბად თანხა რომ იმ აქცია მოხდა რომელიც თეატრ სოფლის აშუქებს პირამიდები როგორ იგება და ქვები როგორ იქნებოდა ამის ხუთვარიც გამხდია ამის იმიტომ რომ მაინტერესებს და უყურებ და ვფიქრობ ჩემი საქართველო ამ დროს სად არის იბადოდა ჩემს საქართველო არის და მე ვერ გავიგებ უკეთ არის დიახ მე უყურე არაჩვეულებრივ სულ არაჩვეულებრივ ფორმის საფეთზე მათი ტაძრების მოგივერდი ყოფილა სომხეთში მე უყურე კარგად გადაღებული ფილმი მათი ტაძრები მათი მოსალოცი ადგილები ისტორიები და ყველაფერს ყოფილა სომხეთის თავის შესახებ და ჩემი საქართველო სად არის მაინტერესებს სადა არის ხანა აბრაზო ხან მეჭვიანო ხან შეჩუჩუმად ვარ და ასე შეიძლება გამოვიდე და საჯაროდ ვისაუბრო მაგრამ ძალიან წყინს და თუნდაც აფეთიკად მიაჩნია ის რომ უნდა მიამახოთ მეთქი მოგონ რაღაცებზე რა რეალურზე ისე ჩაიერა გუშინელმა დღემ მოხალმა შემახსენა რომ ეს ნანას ხსენება არის და მოგელოცას არის რაღაცა თუნდაც ნათლობით და აი ეს ორი დიდი წმინდანი ორი მოხარე როგორ გამომჩა იმიტომ გამომჩა რომ ეს ყველაფერი ვერ გავიგე ეს ყველაფერი აიმიტომ რომ ტელევიზორი რომ ჩავთე და კომპიუტერზე ახებს გადავხედავ რომ ხომშვიდობა ამ გაუწევ ქვეყანაში ტელევიზორზე არაფერი არ შეძლებს გავსით გადახედავთ ხოლმე მაგის დასაწყისად ნუ აი საერთოდ ჩემ კოლეგებზე არც არც კარგზარი ვარაჩი ხო მე მესპისებ აქედან გამომდინარე არ გამახსენდა ეს სამართლო ამბავია აი რუნო პერიოდში ან ბავშვებს ან ეგრევე კერნა მოუყვათ ეს ყველაფერი ვინც აჭირო უყვებით შვილს თაობებს და ასწავლებს როგორ არის მაგრამ აი ხო რომ ახალგაზრდა თაობა მოდის ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალიან მალე და საქართველოს ისინი რომ უნდა გახდნენ და მართონ ეს ქვეყანა იმ ბავშვებს უნდა ასწავლონ თავიანთ შვილს და ამ იმ ბავშვებს ვინ ასწავლის დღეს რა ხდება არავინ მგონი არავინ კარგია ექსელში მუშაობა და კომპიუტერები და ოთხი ენა და ჩინურ სწავლობენ და მონღოლურ სწავლობენ და იაპონურს მაგრამ ისტორიის გარშე რა ვარ ცივი აი ხო სადაო გახდა ევროპელები ვარ თუ აფრიკელები თუ კავკასიელები და კავკასია არის 10 დიდი ტერიტორიული და ჩვენ კიდე სხვა
მათი ალბათ აღნიშნეს, მაგრამ სად არის ეს შესასწავლი? სახალხოზე იმად გადაგწეული, ხოლო ჩვენს გუნდებში და მათ ცხეთაში, სადაც ისინი არიან დაკრძალულები, ეს უდიდესი მეფე-დედოფალი ქართულ სამთავროში, საქართველოს სამთავროში დაკრძალულები, ეს ჩვენი უდიდესი მეფე-დედოფლები და მთელი პლანეტა დღეს ალექსანდრე მაკედონელის სახელს დაედოს და მათ შორის ქართველებიც ალბათ ორი კვირა ველაპარაკებთ, რომ აღმოაჩინეს რაღაცა ცხენის ნანგრევი და რაღაცა და ჩვენი საკუთარი არხი 9 კილომეტრში, 9 კილომეტრიან ცხეთა და ძილს და ის არ გვასწორს. ძალიან ნონსენსი. და მე ვერ ვგებულობ საერთოდ რა ხდება. და სამაგიეროდ აი ეს ჭუჭი, ეს დინება სოციალურ მაქსიმუმს საერთოდ შეცვალა მენტალიტეტის საერთოდ დამახინჯა ურთიერთობა ძალიან კარგი ის კანონი შემოიღეს გამაკონტროლებები ერთმანეთი არ შეიძლება გავანწყო და ცხელო მაინც ეს მიაღვარი ჩვენ ეს პატარა ტელევიზია ვიწყებია ესეთი მე მგონი ბევრს არ ჩვენთან კიდევ ახლა ამიტომ დავასახელო კონკრეტული პრობლემა შეიქმნა არაფრის გამო უნდა ვიძელოთ ყველა ორ-სამი წლის შემდეგ და არაფერი ვინადებდა თვალყური ჩვენ ერთ-ერთი კოლეგის აბსოლუტურად უდანაშაულობის გამო და თუნდაც 5 წელი გავუწყოთ პასუხი გასულ ვიღაცას გავწევთ რაღაც პასუხი გავუწყოთ ორგანიზაციებს ნუ კარგი ეს იქნება ნუ რაც მოადგება პირში შეიძლება ის ილაპარაკონ ამასთანავე შეიძლება მოხდეს მაგრამ რომ სულ მას მიყავს და ცენტრალური პოლიტიკური გადაცემები თქვენთან ერთად და თქვენზე უფრო მეტი ზეწოლა ხოლმე ვიდრე დავუშვათ სპორტზე, კულტურაზე, ეკონომიკაზე, ნუ იქ არც აი არიციან ამას ოფიციალურად არც ეკონომიკაში რა ხდება ციფრები არიციან სტატისტიკა არის და თქვენ ყველას თავზე გესმენთ ამასთანავე სადღაც არც წავუდგინეთ რაღაც და ხოლმე გამოუყურებიათ შეგომიყვარს ხალათის მუხლით რო იყო ვიღაცა ცოლის ღალატერის, მეგობრის ღალატერის, კინოს რელიგიის ღალატის არა ხალხთან დაგვარიცხა და არამე და მე ამ ის შეცდომა სადღაც პოდკასტები, პოდკასტი რაღაცა შეგვიძლია 80.